გამარჯობა. ხედავთ ისევ როგორ მაგრა ცხელა. აგე იმ სულიერმა მზეზე იარა და ცუდად გახდა. გადაგიარა? წადი ცოტა ხანის წამოწექი მიდი. ძალიან ცხელი. დიდად გრილა მეთქი აქ ვერ გეტყვით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სიმყუდროვე არის. აი აქ დავდებ ამას. ეს ცოტა ჩამეფუკა და ეხლა კიდე უნდა გავბერო და ვნახო. ეს არ დაფუკულა. სერიოზულად. აი, აქ შემიძლია დავდო ესე. ვერასად. გააჯობათ. უჩვეულო ლოკაციიდან, ჩემს პატარა ბიბლიოთეკიდან დავამთავრე ყველაფერი, ერთი გამოსაწმენდი დამჩაიატაკი და ისა გვიან ვიზავს აღამოსკენ რა ეხლა. რა იტყვიან ერთი სული მქონდა დამემთავრებინა მტვერსასტუტი რომ აბანოში სული მომეთქვა. საჭმელიც მაქვს, ამიტომ არაფერსიც აღარ ვაკეთებ. ამ თემაზე მინდოდა რამდენიმე ხნის წინ ვიდეო ჩამეწერა. ხო და რა იტყვიან აი ეს მომენტები სულ ერთმანეთზე აეწყო, რომ აი თითქოს აღარ მინდოდა რა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ეხლა ვსკროლავდი და შემხვდა Facebook-ზე დედაშვილი ავარია, რომელსაც შვილი მართავდა. შვილი ადგილზე დაიღუპა და რამდენიმე ხანში დედაც გარდაიცვალა, ან ერთერთი ვერ გადარჩა. და აი ამაზე ვფიქრობ და სულ მიხარია ის, რომ იოანეს არ აქვს ინტერესი, ისევ როგორც მე არ მაქვს ინტერესი მანქანის ტარების. მიხარია, რომ ამდენ ისედაც სანერვიულო სიტუაციაში, რაშიც ჩვენ ვცხოვრობთ და ყველა მხრივ, რა ვიცი, ბავშვი რა და შვილი რო გადის სახლიდან, ყველაფერზე ფიქრობს მშობელი, არის ერთ-ერთი ეს მიზეზი ჩემთან, რომელზეც არ ვდარდობ, არ ვნერვიულობ და დიდათაც თუ არ ექნება სურვილი, არც მაგაზე არ ვნერვიულობ, ბევრჯერ ვთქვიათ, რომ აი, ამდენი წლისა ხარ, ამდენი წლისაა და რატო არ სწავლობს ტარებას და აი რა ვიცი, არ უნდა და ძალიან კარგი თუ არ უნდა. ალბათ მოვადრო და ისწავლის. იმას აკის, რა საკისაც უნდა დაჯდეს და შეუძლია დაფიქრებულად იაროს. მე მინდოდა რომ ამ თემას შევხებოდი, რომ სულ იმას იმაშვებია, რომ აი რა შეიძლება გაკეთდეს, რა უბედურობა, რა არის დაწყევლილია საქართველო, მთელი ახალგაზრდები გაიჟლიდნენ და ესეთი და ესეთი რაღაცები და ამ თემაზე ვფიქრობდი რა რამდენიმე დღეა უკვე თვე. იმიტომ რომ რა ვიცი როგორ უნდა ვთქვა, გვაქვს ის შესაძლებლობაც და გვაქვს ის ინფორმაციული წყაროც, რომ ყოველ დღე, ყოველ კვირა, ყოველ თვე გავიგოთ უბედურობის შესახებ, რასაც პატარა ბავშვები ეწირებიან. ამ შემთხვევაში ხოლმე, როდესაც რაღაცა უბედურება ხდება, ძირითადად ხო ეხა სოციალური ქსელია, რაღაცა სამძიმრის გამოხატვის, ჯერ ინფორმაციის გაგების, რა თქმა უნდა, მე სამძიმრის გამოხატვის. და აი კომენტარებში რო ვუყურებ და ვუსმენ ხოლმე და უბრალოდ რომ ხედავ ხოლმე რა სიწერებიან ხოლმე, ძალიან წდება ხოლმე გული, როდესაც ესეც სიმწარის დროს, აი ახალგაზრდა ბავშვი რო დაიღუპება, ზოგს მაინც როგორ აქვს ვიღაცაზე თითის გაშვერის სურვილი ხოლმე და რაღაც. მაგრამ რო დავფიქრდეთ, რაღაც მომენტში მართალია
ამ დროს ვიცით ხოლმე ბევრი რაღაცის დადანაშაულებება, იმის, იქ გზების, იქ რა ვიცი, სწრაფად სიარულის, იქ გაუმართავობის და მოკლედ. რეალურად რა შეიძლება გაკეთდეს ისეთი შეთანხმებულად იმოქმედოს მოსახლეობამ და მთავრობამ. გასულ კვირას 4 ახალგაზრდა დაიღუპა, 4 სიცოცხლით სავსე ბავშვი, ერთმანეთის შეჯახებით. წამებში დაასრულეს სიცოცხლე, ჩაიფერფლნენ. კიდევ ვერ ვიაზრებთ იმ სიმწარეს, რაც მოხდა. იმიტომ რომ კონკრეტულად არ შეხებია ის ჩვენს ოჯახის წევრებს, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ვიცით რამხელა სიმწარე არის, ვიცით რამხელა სიმწარეს განიცდის მშობელი, მაინც ვერ ვართ ისე თანამოზიარენი, იმიტომ რომ ვერ აღიქვამთ იმ სიმწარეს, გარდა იმ ხალხისა, ვისაც ის გამოუცდი. რა შეიძლება გაკეთდეს? ჯერ ის, რომ მე არაფრით დიდებით არ მომწონს, როდესაც საჭესთან ზის არასრულწლოვანი. როგორც არ უნდა კარგად ატარებდეს. ვეი ბევრჯერ უთქვიათ, იცი რა კარგად ადის და ვუშვებ. ხო, მაგრამ რო რაღაცა სიტუაცია რო შეიქმნას, არ არის ბავშვი იმისთვის მზა და ტყუილა არ აძლევენ ესე არასრულწლოვანებს რა. არ არის მზად, რომ სწრაფი რეაგირება მოახდინოს და გამოძვრეს და გამოსავალი იპოვოს რაღაც წამის მიასედებში. და იქ უკვე ის ვინ არის დამნაშავე, ძალიან უკვე ორაზროვანი არის, იმიტომ რომ როდესაც არასრულწლოვანი ზის, იქ როგორც აი ეს ნასვამი რო იჯდება და всё იქ უკვე ვისი ბრალი იყო, იმიტომ რომ ნასვამის იგივე არასრულწლოვანზე იტყვიან, რომ აი ბავშვი იჯდა და მაგიტო შეიძლება იმ მომენტში ბავშვი იმ სრულწლოვანზე კარგად ატარებდეს. მაგრამ მაინც არ ვამართლებ მშობელს, რომელიც აძლევს ბავშვს უფლებას დაჯდეს საჭესთან არასრულწლოვანი. ძალიან ბევრჯერ ვთქვათ, რომ აი სულ გვერდზე უზივარ და ვუშვებ ხოლმე, ახლა იმიტომ რომ კარგად დადის, კაცმა არ იცის, თვალს რომ მოეფარება, რასის სწრაფის განავითარებს, ეგრეთ წოდებული გაბლატავების გამო, არა, წაბლატავების თუ როგორ მეთქვა, თავი არ მიყვარს ეგ სიტყვა, თავის გამოჩენის გამო რას იზავს, როგორ ხო წაიბლატავებს თანატოლებთან. ნუ აძლევთ ხალხმა. ერთ-ერთი გამოსავალი ეგ არის, რომ თქვენვე არ უნდა მისცეთ. მეორე გამოსავალი და ალბათ მთავარი არის ის, რომ აი ხა მაგალითად ის ბავშვები წინაზე რომ მოხდა ავარია, ახალი ნაყიდი მანქანა ჰქონდათ ერთ-ერთს, რომელიც გამოუგზავნა ემიგრანტმა დედამ, თანხა უყიდა მანქანა. და 2 დღეში თუ 3 დღეში ამ მანქანით დაიღუპა ეს ბავშვი. ბავშვი 17 წლის. ეხლა წარმოიდგინეთ, რამხელა საშინელებაა. ვისთვის, ოჯახისთვის, ბავშვისთვის, რომელიც კი აღარ არის. და დედისთვის, რომელსაც უნდოდა შვილის გახარება. და ამ დროს საკუთარ თავს რო იდანაშაულებს ამ ყველაფერ ჯოჯოხეთულ ტკივილში. რატო არ უნდა გამოუგზავნოთ? უნდა გამოუგზავნოთ, აბა მარისთვის ხართ ხო, მანდ ვინც ხართ? ვისაც შვილები ყავდა ტოვილი, ძალიან ძლიერები ხართ. ვინც მანდ მუშაობთ და შვილები არ გინახიათ წყრობით, ჩემთვის გმირები ხართ. მაგრამ ესეთ რაღაცას რომ გავუკეთებთ. იმიტომ რომ ეს სიხარული ღმერთმა არ ქნა, შეიძლება იგივენაირად დამთავრდეს, როგორც ბევრი დამთავრებულა. და კიდე იმას ვამბობ, რომ ალბათ ყველაზე მთავარი გამოსავალი არის 18 წლამდე კი არა, 20 წლამდე მაინც 20-მდე მაინც გადაიტანოთ
თავრობის დამსახურება იქნება ეს თუ გადაიტანენ და ნუ აი ვერ აიღონ 20 წლამდე მართვის მოწმობა. იმიტომ რომ არც ის 18 წლისები არ არიან სრულწლოვანები მე თუ კითხავთ მაგამ ბავშვი. ნუ მასე თუ შეიძლება 30 წელსაც არ არის სრულწლოვანი. იმიტომ რომ ეს ორი დღე არის ვიღაცა ისეთ არის მარტყოფში რა ვიცი მგონია რომ თავის დაგებული გზა არის და ეხლა რომ გზა იგება ეხლა და რა ვიცი ვისთვის კარგია და ვისთვის ცუდი ეგეც საკითხავია იმიტომ რომ სანამ ალბათ ეგრეთ წოდებული ბულგაროკებით გაკეთდება დაფრინავი. წლებია ნინოს უნდა ველოსიპედის ყიდვა. წლებია ბავშვს უნდა რომ ველოსიპედი თიაროს და არ ყიდულობ. ვერ არა ხალხო არ. ელემენტარული ვერსად ვერ გავუშვებ საკატაოდ. ვერსად ვერ გავუშვებ და რო წარმოვიდგენ რა შეიძლება მოყვეს არ ვიცი სიცივისე კალი აი ეს კალი დამაყრის ხოლმე. ამ მოსახვევში ზოგი ისეთი შემოვარდება ხოლმე აი ისეთი რომ რა იყოს. ამას წინა დღამე 11-12 საათისკე იყო ერთი ქალი და ბიჭი შეეჯახნენ ერთმანეთს ღამე. დაბლა ვიყავდნენ დამიდან შეიძლება პირველი საათიც იყო. ან ერთი გადიოდა და მეორე ერთი ესე გადიოდა მეორე ესე შემოდიოდა აი აქ წაარტყეს ერთმანეთს ნუ გადმოვიდნენ რაღაცა და ხო ცნობთ ერთმანეთსო ხო კაიო კაი ხო მეც წავი დაიშალე მაგრამ იქ რომ ბავშვი იყოს იქ ველოსიპედით მით უმეტეს და ვერ გააკონტროლოს თავისი ჩქარე და მანქანები ხო ისედაც ვერ აკონტროლებენ და მე რესად მივდივარ ელემენტარული სკვერი არა გვაქვს აი აქ არ იკეთდება ძალიან ბევრი სკვერი დაუნახავი უნდა ვიყო რომ ეგ უთქვა რომ ვაიმე სკვერები არის მაგრამ საკმაოდ შორს სულ იმას ვამბობ ხოლმე რომ ამ უბანში ნინოს ასაკის ბავშვები და მე უკვე პატარები ძალიან ბევრი არიან ღმერთმა ამბავი ძალიან ბევრი არიან იონე სასაკში ამ უბანში იყვნენ ორნი ბარბარის სასაკის ამ უბანში არავინ არ არის და ნინოს ასაკის ყველა ოჯახშია ორ-ორნი, სამ-სამი, ოთხ-ოთხნი. რაღაც ამ ტერიტორიაზეც რო იყოს მართლა ვუყიდდი და დიდი სიამოვნებით ვუყიდდი. იმიტომ რომ ვიცი რომ ძალიან უნდა, მაგრამ ფიზიკურად ვერ გავუშვი. გქონდათ. და ისე ეზოში რახ ისე დაამტვრიეს რომ ტარება ნორმალურად ვერც ისწავლა იონი. ნინოს ასაკის რო იყო. ვერ გავუშვი. რომც გავყვე გარეთ, ფიზიკურად სირბილით ხო ვერ გამოვიკიდები, რომ აბა ნინდა სუნდა ისიც ახლა მანქანა გვერდზე ნაპირს არ შემიძლია. აი ამ ყველაფერს აი ეს ერთობლიობა სიწვევს ეს ყველაფერი უფრო სწორად. უკონტროლო სიჩქარე. ქვემოთ უბანში ჯერენან უბანი ჰქვია, მაგ უბანს ჩვენსკენ. არის ძალიან ვიწრო გზა. არის ძალიან ბევრი ბავშვი. ზოგი ველოსიპედებით, ზოგი აი ეს ხელი მოსაჭირი რო არის, ხო იცი ცალფეხით. მაგი ზოგი ის 4 ბორბალი რო აქვს, მარტო ფეხებით რომ უნდა დადგე რა ქვია იმას. დამაწყო სახელები მოკლედ რაც აქვია, იმეებით არიან და მაგ უბანში თუ ჩავივლით ხოლმე აი ჭიანჭველა მათ შეიძლება გაგვისწროს ისენელა მივდივართ ხოლმე. იმიტომ რომ უკონტროლო სიტუაცია შეიძლება ტყვიასავით გამოიქცეს საიდანღაციდან ბავშვი. და აი ამ ყველაფერს ამ ქაოსს იწვევს აი ეს რა რომ არ უნდა უბედურობა მოყვება მაგ ყველაფერს. ნუ დავსვავთ პატარებს საჭესთან, იმიტომ რომ მეტად ადრენალინის მოყვარულები არიან. რაღაც მომენტში რომ რაღაც ხიფაც გადარჩებიან, აი ეს ადრენალინი მოწონთ და მეორედ აღარ უმართლე. აშავებენ თავიანთ სიცოცხლეს და ყველა საშინელება, როდესაც სხვის სიცოცხლესაც პოვენ. არ ვიცი რა უნდა იყოს ამისი გამოსავალი, მე ვფიქრობ ერთობლივად მიღებული გადაწყვეტილება ყველაზე კარგია და
რავი, თითით გაშვერა არ არის საჭირო, რომ შენიბრალია, ყველას ბრალია. ალბათ მშობელმა არ უნდა მივცეთ უფლება, მე მართლა მიხარია ჩემი შვილმა არ იცის ტარება, მართლა მიხარია. ალბათ ის რომ მშობელმა არ უნდა მისცეს უფლება, თუ მისცემს უფლებას გვერდზე მაინც უნდა ეჯდეს, რომ მის თვალხედვის არეში იყოს და ისეთი სისწრაფე არ განავითაროს, რომ სხვა გაანადგუროს და გაუბედუროს. და მეორე, ართვის მოწმობის აღება უნდა გადაწიონ კიდე. იმიტომ რომ ყველაფერს ცდილობენ ხოლმე ბავშვები, მაგალითად, მე 12 კლასია იცით, ეხლა დამატებული წლებია უკვე, ანუ მე 12 კლასს ამთავრებენ და ზოგი ამთავრებს 18 წლის. და ეს 18 წლისები ზოგს აქვთ მართვის მოწმობა. და იღებენ იმიტომ და აბარებენ სკოლის გამოცდებზე, იმდენად არ არიან ორიენტირებულები და მომავლის გამოცდებისთვის, როგორც მართვის მოწმობისთვის, რომ ბანკეტზე და ბოლოზარზე და ბანკეტზე კონდეთ უფლება, რომ საკუთარი მანქანებით წავიდნენ. რამდენი ბოლოზარი და ბანკეტი ჩაშხამებულა ამის გამო. რამდენი ოჯახი განადგურებულა და გამწარებულა ამ ბედნიერ წუთებში. როდესაც ეს ბედნიერი ყოფილიყვნენ და ჩამწარებულა საკუთარი ოჯახი და ჩაუმწარებიათ სხვა დანარჩენები. ნუ მივცემთ უფლებას. ეს არ არის საბლატაო თემა, ეს არ არის რომ ის ატარებს და ნახე როგორ ატარებს. არა, ეს საშიში თემაა ხალხო. სიცოცხლესთან ეს სიკვდილ სიცოცხლის თამაშია ეს. და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს რა ესე დაშვებული. და ვფიქრობ, რომ მეტად რო გააკონტროლონ, ესეთი რაღაცები იქნება არ მოხდეს. იმიტომ რომ აი ხ ბოლო წლებში, რა ვიცი, ჩვენ რო ახალგაზრდები დავკარგეთ, ჩვენ რო მომავალი თაობის რაღაცა ნაწილი დავკარგეთ, ავარიები გინდა თუ აი ესეთი სიცოცხლესთან გაუფრთხილებული რაღაცა თამაშები. და ყველაზე საშიში ჩემთვის ამ პერიოდში იყო, რომ ჯანმრთელობასთან ასოცირდება, რა თქმა უნდა, მანქანის მართვა არაფერ შუაში არის. ისედაც ვკარგავთ ბევრ ახალგაზრდას თრომბით, რომელმაც ძალიან ბევრი ბავშვი სწორად გაიგებკი და მოზარდი გაგვტაცა სიკვდილმა ხელიდან და ჩვენ კიდე საერთოდ არ ვფრთხილდებით ეგრეთ წოდებული ამ სიჩქარის გადაჭარბებით ჩვენ სიცოცხლეს. არც ჩვენსას და არც სხვისას. არა, ცოტა საღამოდი აღარ არის ტელეფონი. არ ვიცი რა შეიძლება რომ გაკეთდეს კიდე. მე მაგალითად აი Facebook-ზე რო შეხვდები ხოლმე ეს ინფორმაციას, აი აღარ ვხსნი რა. აი ეს კადრები არ გადამდის თვალიდან, ბავშვები რო ჩაიწვნენ ში. აი სიცოცხლე რო უდუღდდა იმ წამებში რო წყვეტენ სიცოცხლეს. არ შემიძლია. მშობლებო მეტად ყურადღებით ვიყოთ. მეტად გავუფრთხილდეთ. რაც უფრო მაგმხრივ მივცემთ უფლებას, იცოდეთ, რომ მეტად ვაახლოვებთ იმ საშიშ შემთხვევებთან, რომელიც სიცოცხლეს ეთამაშება. გავუფრთხილდეთ მომავალ თაობას, ოღონდ მართლა, იმიტომ რომ, რა ვიცი, ხელიდან გვეცლებიან ფაქტიურად. ჩემი აზრით, გამოსავალი არის ის, რომ ერთობლივ გადაწყვეტილების, მშობლების და უფლებამოსილი პირების, ვისაც აქვს იმის უფლება, რომ არ მისცენ 18 წლისას
და მისცენ იქნებ ეშველოთ ის 2 წელი გადაწიონ, მაშინ მისცენ. Რაღაცით გაამკაცრონ, რაღაცით ცოტა ძნელად ხელმისაწვდომი გახადონ ეს მართვის მოწმობა ბავშვებისთვის. ისევ მაგათი და მათი ოჯახის კეთილდღეობისთვის ვფიქრობ, რომ ასე იქნება საჭირო. დანარჩენი კომენტარები თქვენთვის მომინდია. მე სხვა გამოსავალს ვერ ვფიქრობ, რომ რა შეიძლება რომ ეშველოს ამ მომენტს და ესეთი რაღაცები აღარ მოხდეს. საშინელება. სიცოცხლით გაუმაძღარი ბავშვების ესე ხელიდან გამოცდა.